კახეთის ხმა და მედია ორგანიზაცია კახეთი ნიუსჯი, რომელიც არის ორი განსხვავებული მედია პროდუქტები, უკვე 12 წელია რაც არსებობს და ინფორმაციას აწვდის ადგილობრივ მოსახლეობას. 2 წელია რაც კახეთის ხმის ლოკაცია არის ქალაქი თელავი. მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს კახეთის ხმაზე აქვს მიზანმიმართულ შეტევას, როგორც დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში გუბერნატორი ბატონი ირაკლი შიოლაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს კახეთის ხმის დისკრედიტაციას, ადანაშაულებს მას რა დეზინფორმაციის გავრცელებაში და საჯაროდ სთხოვს ჟურნალისტებს ბოდიშის მოხდას. ბატონო ირაკლი, არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, არსებობს სასამართლო და იმ შემთხვევაში თუ თქვენ თავს თვლით, რომ თქვენს მიმართ იყო არასწორად გამოყენებული ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ინფორმაცია გავრცელებული, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ეს კონსტიტუციური უფლება გამოიყენოთ, თუმცა პირდაპირ ვამბობ, რომ კახეთის ხმის მისამართით ისეთ მედია ორგანიზაციაში გაკეთებულ ამ განცხადებას, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, რომელსაც აფინანსებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც აპარატურას ტექნიკას ჩუქნიან, რომელი ორგანიზაციას 2 თვის განმავლობაში რაც შეიქმნა, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის თვის მიცემულ ინტერვიუში ჩემი აზრით ეს ყველაფერი ემსახურება გაზეთ კახეთის ხმის და ამ შემთხვევაში ვებგვერდის დისკრედიტაციას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვის წინ, შეიძლება ეს 2 თვის წინ, კახეთის ხმის მისამართით გუბერნიის თანამშრომელმა პირდაპირ ღიად გამოთქვა აზრი, რომ საჭირო იყო გაზეთ კახეთის ხმის დახურვა და შესაბამისად მედია კაფის დახურვა. როდესაც ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მძაფრი რეაქცია და ეს გამიხილეთ ბატონ ირაკლი შიოლაშვილთან, მათ გვითხრეს, რომ ეს არ იყო სწორი, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, თუმცა ჩვენი თანამშრომელი პირადად შეესწრო, როდესაც გუბერნიის თანამშრომელმა კახეთის ხმის დახურვაზე ისაუბრა. ეს ერთი. მეორე ფაქტი, როდესაც თელავის ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პირდაპირ და ღია წესით დაუპირისპირდა კახეთის ხმას და თითქოს და კახეთის ხმა ასრულებს რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, ამ შეფუთვით, იმიტომ რომ საზოგადოებაში მათ მოიპოვა ნდობა და ჩათვალოს საზოგადოებამ, რომ კახეთის ხმა მართლაც არ არის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, ისინი ცდილობენ, რომ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას, ასე ვთქვათ, შეუქმნან დისკრედიტაციის საფუძველი. მე ხელთ მიკავია ამ მონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ ამ ორგანიზაციის ერთადერთი დაფუძნებელი და 100%-ის პროფილი გახლავართ მე მაია მამულაშვილი. რაც შეეხება ლოკალ ინფოს, მე მაინტერესებს იმ ორგანიზაციას, სადაც ხდება კახეთის ხმის დისკრედიტაცია, მაინტერესებს 2 თვის წინ შექმნილი ოსტის ორგანიზაცია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აძლევენ აპარატურას და ამუშავებენ, მაინტერესებს სად არის რეგისტრირებული ეს ორგანიზაცია, რა მედია ორგანიზაციაა ეს და რატომ ხდება შეგნებულად კახეთის ხმის დისკრედიტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ირაკლი დაასაბუთებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში და ასევე სასამართლოში, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციები იყოს ზეწოლა და ეს იყო დეზინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს. მაგრამ თუ ეს არ დადასტურდება, ბატონ ირაკლი შიოლაშვილს მოუწევს თვითონ მოიხადოს ბოდიში საზოგადოებისადმი და ასევე მას მოუწევს პასუხი გაქვს ეს, რატომ სურს მას კახეთის ხმის დახურვა, მაშინ, როდესაც ეს ორგანიზაცია ემსახურება დამოუკიდებელი მედიის პრინციპებს და მეტს არაფერს. დღეს გავრცელებული ნიუსის ავტორი ვარ მე და ვადასტურებ, რომ ნიუსში არსებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახეთის რეგიონის ქართული ოცნების კოორდინატორი ირაკლი გრძელივანიშვილი გადაადგილდებოდა ახმეტის რაიონში დილის 11-ის 20 წუთზე ავტომობილით, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ზურაბ ჭიაბერაშვილს, არის სიმართლე, ეს ხდებოდა ახმეტის ტერიტორიაზე, კერძოდ საჯარო სკოლის წინ, სადაც 70-მდე მოქალაქემ დაინახა, შეხვდა მათ, გაესაუბრა და სწორედ ის მოქალაქეები არიან ჩემი წყარო. რაც შეეხება გუბერნატორის განცხადებას, მე გუბერნატორს ურჩევ, მიმართოს სასამართლო და დაამტკიცოს იქ სიმართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის არ მიმართავს სასამართლოს, მაშინ მას შეუძლია მოიხადოს ბოდიში. მე ჩემი წყაროს დასახელებას არ გაუბივარ, თუმცა ველოდები გუბერნატორის შემდგომ რეაქციას.
კახეთის ხმა, რომელიც არის რეგიონული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული კამპანია დისკრედიტაციისთვის. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ გუბერნატორის თანამშრომელმა რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის ხმა უნდა დაიხუროს. ამავე დროს თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თავისი ბლოგის საშუალებით ზუსტად გაავრცელა კახეთის ხმის მიმართ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია, თითქოს და კახეთის ხმა ემსახურება რომელიღაცა პოლიტიკურ ჯგუფებს, თუმცა რასაკვირველია, ამ ბატონებს არანაირი დამასაბუთებელი მასალები არ წარმოუდგენიათ. მე მიმართავ კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს ბატონ ირაკლი შიოლაშვილს და ვთხოვ ბატონო ირაკლი გაზეთ კახეთის ხმას და მედია ორგანიზაციას ვებგვერდს კახეთი News.gis ყავს თავისი მკითხველი იგი არსებობს 12 წელია ამ შემთხვევაში გაზეთი გადაშალეთ გაზეთი წაიკითხეთ თითოეული სტატია და თუ თქვენ ნახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ან ინტერესს ან პიარის შემცველ მასალებს შეგიძლიათ მოგვახდებინოთ ბოდიში და ამ შემთხვევაში მე თქვენ მოგიხდით ბოდიშს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამას ვერ ნახავთ და დარწმუნებული ვარ რომ ამას ვერ ნახავთ, მაშინ თქვენ მოუხადეთ ბოდიში საზოგადოებას იმისათვის, რომ აყენებთ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას ზეწოლის ქვეშ, რომ თქვენი ორგანიზაციის, თქვენი გუბერნიის თანამშრომლები გამოთქვამენ იმედს, რომ დახურავენ კახეთის ხმას და გაგვეცით პასუხი 21 საუკუნეში, მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა იმის მტკიცებით, რომ ხელშეუწყობს მედიის დამოუკიდებლობას, სად არის ხელშეწყობა და რატომ არის მიზანმიმართული კამპანია კახეთის ხმის წინააღმდეგ.